მოდით დღეს ვისაუბროთ, ვინ არის ეგრეთ წოდებული მარკეტ მეიქერი. ალბათ განსაკუთრებით ვინც ახლები ხართ ტრეიდინგში, ან გინდათ ინვესტიციებში ხშირად გაგიგიათ და ხშირად გაშინებენ უფრო შედარებით მცოდნე ადამიანები, გუდიანი კაცით და გეუბნებიან, რომ მარკეტ მეიქერი სტოპებს აძლევს და ასე შემდეგ. რეალურად რა ხდება ფირს მიღმა. მოდი ავიღოთ ფინანსური ბაზრის გული ნიუ-იორკი, ნიუ-იორკ სტოკ ექსჩეინჯი, ნებისმიერ აქციაზე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ განათავსოთ შეკვეთა, დააჭიროთ ხილაკს ყიდვა-გაყიდვა და ის შეკვეთა აუცილებლად იმ წამსვე შესრულდება. აი ამაში არის მთავარი მარკეტ მეიქერი. მარკეტ მეიქერი არის კომპანია მაგალითად ციტადელი, ჯეინ სტრიტი და კიდევ რამოდენიმე სხვა. რას აკეთებს მარკეტ მეიქერი? მოდით ერთად განვიხილოთ. მარკეტ მეიქერი ერთდროულად ანთავსებს bid და ask orders და მათ შორის, ანუ მაგალითად bid-ში არის ფასი $1, ხოლო მოთხოვნაში გაყიდვაში არის 1.05, მათ შორის წარმოიქმნება ფასის განსხვავება, ინგლისურად ამას სპრედი ეწოდება. შესაბამისად, მარკეტ მეიქერი, ეგრეთ წოდებული გისევ ის გუდიანი კაცი, ერთდროულად ანთავსებს ორივე შეკვეთას და აი ამ სხვაობას იღებს თავისთვის. თქვენ არ აქვს მნიშვნელობა გაყიდვა გინდათ, ანუ გაშორთვა თუ გალონგვა, ის ავტომატურად ეგრევე გისრულებთ შეკვეთას. მაგრამ მოდით ვთქვათ ახლა რეალურად რა ხდება ფირს მიღმა და ვინ არის მარკეტ მეიქერი. მარკეტ მეიქერი არ არის ადამიანი, რომლის ინტერესებშიც არის ბაზრის რომელიმე მიმართულებით მოძრაობა. მისი მთავარი ფუნქცია არის ბაზარზე ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქაოსში შეუნარჩუნოს ბაზარს ლიკვიდურობა. იყოს სწორი მოთხოვნა და მიწოდება. არ აქვს მნიშვნელობა შავ-გედს, როგორი სწრაფი ვარდნა იქნება, რამდენად ქაოტური ვარდნა იქნება. მათ აქვთ ვალდებულება ეს ვარდნები შეიძინონ და ასევე აქვთ ვალდებულება გაყიდონ მაშინ, როდესაც ბაზრები იზრდება, ვითარდებიან, შესაბამისად მათ რომ არ გაყიდონ ჩვენთვის, ანუ საყიდელი არაფერი არ იქნება, არ დაგვრჩება და ფიზიკურად ძალიან გაგვიჭირდება ბაზარზე მოქმედება. ამიტომ შესაბამისად მარკეტ მეიქერი არ არის გუდიანი კაცი. ეს არის ადამიანი, რომლის გარეშეც გინახიათ ალბათ დირიჟორი დგას, მუსიკალურ ანსამბლს ხელებით ანიშნებს რა გააკეთოს, მართავს თლიან ამ პროცესს. მარკეტ მეიქერი არის ზუსტად ესეთი, რომელიცაც აქვს ვალდებულება შეიძინოს ვარდნის დროს და გაყიდოს. არ შეგეშალოთ, მისი ინტერესი არ არის ბაზრის რომელიმე მიმართულებით სიარული, მაგრამ როდესაც ჭარბი რაოდენობით გროვდება, მას აქვს ვალდებულება კონკრეტულ ფაზაში, როდესაც ბაზარი იწყებს დას და მოთხოვნა ყიდველის, ანუ ხარების იმატებს, მას აქვს ვალდებულება გაყიდოს. თითოეულ შეკვეთაში კი ეს სპრედი არის მისი მოგება და მისი საკომისიო. კარგად ბრძანდებოდეთ, დღეისათვის სულ ეს იყო.